გამარჯობა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პროსტატის კეთილთვისებიან გადიდებაზე, პროსტატის ადენომაზე, როგორც ეს სახალხოდ არის ცნობილი, ცოტა მოძველებული ტერმინია, პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება, რა დაავადება არის ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც პროსტატა ზომაში მნიშვნელოვნად მატულობს, ამ დროს ირღვევა შარდის ბუშტიდან შარდის ევაკუაცია, რასაც პერსპექტივაში ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება მოყვეს თირკვლების უკმარისობა და სხვა სერიოზული ინფექცია და ასე შემდგომ. ჩვენ ვხედავთ აქ შარდის ბუშტს, ეს არის საშარდე მილი, აქ არის პროსტატა. იმისათვის რომ შარდის ბუშტიდან შარდი გამოვიდეს საშარდე მილის საშუალებით, მან უნდა გაიგოს პროსტატის არე. ეს არის ნორმალური პროსტატა, როდესაც ესე იგი არ არის გადიდებული პროსტატა და შარდის ბუშტიდან თავისუფლად გამოიყოფა შარდი. მაგრამ როდესაც პროსტატა ზომაში მატულობს, იქნება დაბრკოლება შარდის ევაკუაციისთვის საშარდე ბუშტიდან. აი ჩვენ ვხედავთ, პროსტატა იზრდება ზომაში და როდესაც ის ზომაში იზრდება, ავიწროვებს საშარდე მილს, შესაბამისად შარდის ბუშტიდან შარდის ევაკუაცია საშარდე მილის გავლით ხდება პრობლემური. მასშტაბი ადამიანს მამაკაცს უკვე უჭირს შარდის ბუშტის დაცლა შარდისგან და ამ ვითარებაში შესაძლებელია მოხდეს შარდის სრული შეკავება. აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარეები, როგორც არის კათეტერის ჩადგმა, მილის ჩადგმა, საშარდე ბუშტში, რაც დიდი დისკომფორტია. გარდა ამისა, არსებობს რისკი ამ შემთხვევაში ინფექციის, არსებობს რისკი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის. მას შესაძლოა, როდესაც პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, აჭარბებს 100 გრამს, თითქმის ყოველთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ეს ქირურგიული ჩარეები რამოდენიმე სახის არის. პროსტატის სტანდარტული ტური, ანუ ტრანსურეთული რეზექცია, ტურს უწახიან, ამას სახალხოდ ცნობილია ტურის წაღი. ტრადიციული მეთოდია ესა, ყველა ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველაზე თანამედროვე ტურისთვის აპარატურა. რა არის ეს ტური, რო ავხსნათ? ეს არის ენდოსკოპური აპარატურა, როდესაც განაკვეთის გარეშე შევდივართ და საშარდე მილის გავლით და ვაკეთებთ პროსტატის ოპერაციას საშარდე მილის გავლით. შევდივართ პროსტატის არეში, განაკვეთის გარეშე, აი ეს არის ინსტრუმენტი, რომელთაც შევდივართ საშარდე მილში და ხდება პროსტატის მცირე ნაჭრებად მოკვეთა და მისის შემდგომ, აი როგორც აქ ვხედავთ, მცირე ნაჭრებად მოკვეთა ხდება შემდგომში ამ ნაჭრების გამოყვანა გარეთ. აქვე მინდა განვიხილო მეორე მეთოდი, ეს არის პროსტატის ლაზერული ოპერაცია, ან ხოლაპი, ტურისგან განსხვავებით, იგივე ხდება ფაქტიურად თითქმის პროსტატის ლიკვიდაცია ხდება ენდოსკოპურად, საშარდე მილის გავლით შევდივართ, ხდება პროსტატის ლიკვიდაცია ენდოსკოპურად, ხოლო ლაზერული ენერგიის გამოყენება, განსხვავება ტურს და ხოლაპს შორის ძირითადი განსხვავება არის ეს, რომ ლაზერული ოპერაცია და ასევე ხოლაპის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო დიდ ნაჭრებად პროსტატის დაჭრა და შემდგომში ისე გამოყვანა საშარდე ბუშტიდან. აი ჩვენ ახლა ვნახავთ შესული ვართ მასშტაბი ინსტრუმენტით პროსტატის არეში, საშარდე მილით შესული ვართ. საშარდე მილში შესული ვართ ენდოსკოპის გამოყენებით და ლაზერის სხივის საშუალებით ხდება მასშტაბი პროსტატის ოპერაციის განხორციელება და აი ამ დიდი მასის შემცირება. მესამე სახის ოპერაცია, ეს არის როგორც გითხარით, ტრადიციული ძველებური მეთოდი ღია ადენომექტომია. აი ჩვენ ვხედავთ, ამ შემთხვევაში ხდება განაკვეთის გაკეთება სხეულზე და ჩვეულებრივი ქირურგიული გზით შევდივართ, პროსტატის გაკვეთა ხდება ესე და აი ამ დიდი მასის ქირურგიული წესით ლიკვიდაცია, როგორც ვხედავთ აქ. და შემდგომში ხდება ამის გაგერვა. ეს არის ღია ოპერაცია, რომელსაც საკმაოდ დიდი განაკვეთი სჭირდება. ბოლოს მე მინდა ვისაუბრო რობოტულ პროსტატექტომიაზე კეთილთვისებიანი გადიდების გამო, რაც წარმოადგენს ეს ჩარევა. რობოტული ქირურგია ჩვენ იცით, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში. საქართველოში ჩვენ დავვნებდით 2 წლის წინ და უკვე რამოდენიმე ასეული ოპერაცია ასე ვთქვათ შესრულებული. ჩვენ გვაქვს საქართველოსა და კავკასიაში ვართ პირველი ცენტრი, სადაც დაილეგა რობოტული ქირურგია და ვართ ლიდერები რაოდენობრივად და იმ განხორციელებული ოპერაციების სირთულის მიხედვით. ერთ-ერთი, როდესაც ჩვენ რობოტულ ქირურგიას, სადაც რობოტულ ქირურგიას ვიყენებთ, ეს არის პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება. და ამ პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების რობოტულ ოპერაციას ავხსნი რა არის. კონკრეტულად ეს არის რობოტი, თავისთავად რობოტის პრიორიტეტი არის ის, რომ ჩვენი ხელის მოქნილობა აქვს რობოტს, ვიზუალიზაცია არის საუკეთესო
ოპერაცია დაახლოებით არის ის რასაც აქ ხედავთ პორტოხალი როგორც პორტოხალი გავხსნათ გული ამოვიღოთ და დავტოვოთ ქერქი დაახლოებით იგივე ტიპის ოპერაცია ხორციელდება ოღონდ რობოტულად რობოტი არ ნიშნავს რომ რობოტი აკეთებს ოპერაციას აკეთებს ქირურგი რობოტის გამოყენებით როგორც უნიკალური ეს მოქნილობა რობოტის ინსტრუმენტების და უნიკალური ვიზუალიზაციის გამოყენებით ხდება პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების ლიკვიდაცია ისე რომ ვინარჩუნებთ თავად ჯანსაღ პროსტატას შემდგომში კი ის იკერება და ხდება მისი სრულად იმ დეფექტის დაფარვა პოსტოპერაციულად რობოტული პროსტატექტომიის შემთხვევაში პროსტატის სრული ლიკვიდაცია ხდება რაც შეიძლება არ მოხდეს როგორც ტურის დროს ასევე ხოლაპის შემთხვევაში ლაზერული ოპერაციის შემთხვევებში აი ჩვენ ვხედავთ ეს არის ტურის ოპერაცია, მაგრამ პრინციპი იგივეა, რაც ლაზერული ხოლაპის შემთხვევაში პროსტატას ეს არის კეთილთვისებიანი გადიდება, სადაც ხდება, რომლის ლიკვიდაციაც ხდება ტურის საშუალებით დაჭრით, ან ლაზერულად ხოლაპით, მაგრამ შესაძლებელია დარჩეს მცირე ზომის ქსოვილი, რაც გამოიწვევს იმას, რომ შემდგომში ისევ ვითარდება ეს ერთი უპირატესობა, რობოტის შემთხვევაში ეს ხდება მისი სრული თვალის კონტროლის ლიკვიდაცია. მეორე უპირატესობა რობოტული ოპერაციის არის ის, რომ აი ეს ღრუ, რომელიც ხოლაპის და ტურის შემდგომ რჩება პროსტატაში, ეს ღრუ მთლიანად იხურება რობოტის შემთხვევაში, მას ჩვენ ვფარავთ საღი ქსოვილებით. გამოჯანმრთელება, შეხორცება, გაცილებით სწრაფად ხდება. ეს მეორე ძალიან დიდი უპირატესობა არის. თუ რობოტული ოპერაციის დროს ჩვენ შეიძლება ერთ კვირაში, ორ კვირაში უკვე მთლიანად მოხდეს გამოჯანმრთელება, ტურის და ხოლაპის შემთხვევაში, როდესაც დიდი ზომის ჭრილობა, შესაძლებელია ეს გამოჯანმრთელების პერიოდი გახანძლებდეს 2-3 თვეებიც კი. მესამე უპირატესობა რობოტული ოპერაციისა ხოლაპთან და ტურთან შედარებით არის ის, რომ სისხლის დანაკარგი არის მინიმალური. ფაქტიურად არ არის რობოტული ოპერაციის შემთხვევაში, განსხვავებით ტურის და ხოლაპისგან. და მეოთხე ძალიან დიდი უპირატესობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ ტურის და ხოლაპის შემთხვევაში, ანუ ლაზერული ოპერაციის და ტურის შემთხვევაში პროსტატას ქსოვილთან უნდა დიდი ოდენობით სითბო მივიტანოთ ან ელექტროენერგიის გამოყენებით, ან ლაზერის გამოყენებით. აი ამ ადგილას უნდა უდიდესი ძალიან დიდი სითბური ენერგია მიდის, აი ამ მილის გავლით, საშარდმილის გავლით და ამას შეიძლება გამოიწვიოს საშარდმილის შევიწროება, ან დაუშვათ შარდისბურთის ყელის შევიწროება, რაც არ ხდება რობოტის შემთხვევაში. რობოტის შემთხვევაში ჩვენ არანაირი ესეთი დიდი ენერგიის გამოყენება არ გვჭირდება. ჭრილობას ხურავთ ბოლომდე, დანაკარგი სისხლის არ არის და შესაბამისად, ასე ვთქვათ, სტრიქტურის ან შევიწროების განვითარების ალბათობა არის მნიშვნელოვნად ნაკლები. მასშტაბზე დღევანდელი არსებული სიტუაციიდან რობოტული პროსტატექტომია წარმოჩინდება როგორც ახალი მეთოდი დიდი ზომის პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდებების სამკურნალოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია ტრადიციულ მეთოდებთან, როგორც არის პროსტატის ლაზერული ოპერაცია ხოლაპი, როგორც არის ტური, ან როგორც არის ღია ადენომექტომია. მადლობთ ყურადღებისთვის.